ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი დრამატულად მცირდება. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ გამბაჟების ტარიფები გაახუთმაგა, ბაზარზე არსებული ისედაც მძიმე ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. რიცხვები აჩვენებს, რომ აპრილში იმპორტი 22%-ით, მაისში კი უკვე 33%-ით არის შემცირებული. დილერები უარესის მოლოდინში არიან, ვიდრე ქვეყნის მთავარი საექსპორტო მიმართულება კრახის პირასაა. ამ ბიზნეს ხელში უცხოელები იღებენ. შუა აზიაში ავტომობილები უკვე ქართველი შუამავლების გარეშე გადის და ქვეყანა სარგებელს ვეღარ ნახულობს. თამარ დემეტრაშვილი ესაუბრა ავტოიმპორტიორებს და ახლა პირდაპირ ეთერში უფრო მეც მოგვიყვება. ქართული ოცნების გადაწყვეტილებებმა ავტოიმპორტის ინდუსტრია ფაქტობრივად კრახის წინაშე დააყენა. უკვე 2 თვეა გამბაჟების გახუთმაგებული ტარიფები ამოქმედდა და ბაზარზე უკვე დრამატული ცვლილებებია და ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში ჯერ ისევ გაძვირებამდე ნაყიდი მანქანები შემოდის. ამ მარაგების ამოწურვის შემდეგ კი მდგომარეობა უფრო გაუარესდება. დილერების თქმით, შემცირებულია როგორც ადგილზე მოთხოვნა, ისე ავტომობილების იმპორტი, ხოლო მცირე და საშუალო დილერების ნაწილმა, დიდმა ნაწილმა საქმიანობა უკვე შეაჩერა. ოფიციალური სტატისტიკით 2025 წლის პირველ 5 თვეში საქართველოში 90,000-ზე მეტი მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა. წელს იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 77,000-მდეა შემცირებული, რაც თითქმის 15%-იანი კლებაა. ხოლო აპრილ-მაისში კი ეს კლება უფრო დრამატულია. აპრილში 22%-ით ნაკლები მანქანა შემოვიდა, მაისში კი 33%-ით ნაკლები. როგორ აისახა ახალი საგადასახადო რეჟიმი ავტობიზნესზე, რამდენი კომპანია შეჩერდა და რას ელოდება სექტორი უახლოეს თვეებში, ამაზე უკვე თავად დილერები და იმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენელი საუბრობს. სავალალო მდგომარეობაა ნამდვილად. მით უმეტეს აი ამ კანონის მიღების შემდეგ ნამდვილად შემცირდა მანქანების იმპორტიც, ასევე ექსპორტიც. მე მაგალითად დღესობით თავს ვიკავებ ყიდისგან, იმიტომ რომ ფიზიკურად არ ვიცი რა ვიყიდო რა, გამომდინარე ბაზარზე მოთხოვნა რა არის, ვერ გავიგე ჯერ. ჩემს გარშემო არ არის აქტიურობა. აქტიურად ისინიც გაჩერდნენ, არ უყიდიათ არაფერი. რაც ყავდათ, აი მეც ახლა ამოვყიდა, გავყიდე ბოლოს რამოდენიმე 1 კვირის წინ 4 თვე მეყენა მანქანა ვერ გავყიდე და აი ბოლოს 1 თვის წინ 1-2 კვირის წინ რაღაცნაირად გავყიდე რა და ჯერჯერობით თავს ვიკავებ. წლის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო მარტივი. და გამოვიდა ის, რომ დაემატა ეს გადაწყვეტილებაც, რაც პარლამენტმა მიიღო აქციზის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით. ამან კიდევ უფრო მოკლა ბაზარი პრაქტიკულად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სადღაც 40-დან 60%-მდე ვაჭრობა შეუმცირდათ კომპანიებს, უფრო მეტი ასე ვთქვათ, ბაზრიდან გავიდა ამ შემთხვევაში დილერი და ფაქტიურად მუშაობა არ არის და ეს უკვე მომსახურების სააგენტოს სერვისებსაც დაეთქვათ. ავტობიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ მოქმედი საგადასახადო პოლიტიკა არ გადაიხედა, ბაზრის შემცირების ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდება. მათი შეფასებით უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია როგორც იმპორტის, ისე გაყიდვების დამატებითი კლება, რაც საბოლოოდ ათასობით უმუშევარ ადამიანს და ბიუჯეტში შემცირებულ შემოსავალს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სადაო რეგულაცია ოცნებამ უკან წაიღო, ავტობიზნესისთვის დაწესებული გაზრდილი გადასახადი მათ შორის არ აღმოჩნდა. ოცნების CGUT და გაუთვლელი გადაწყვეტილება კი ქვეყანას მთავარ საექსპორტო მიმართულებას აკარგვინებს. გამბაჟების გაძვირებამ ხელფეხი გაუხსნა შუა აზიელ დილერებს, რომლებიც ოპერაციებს უკვე ქართველი შუამავლების გარეშე ახორციელებენ. შედეგად საქართველო კარგავს წლების განმავლობაში მოპოვებულ ჰაბის როლს და მხოლოდ სატრანზიტო დერეფნად რჩება.